ფესლებისათვის ეს ძალიან დიდი დღესასწაულია. ქალაქის სეიმია და განწყობაც საგაზაფხულო და სამაისოა. გულოცავ წინასწარ ყველა ქუთაისელს და უფრო ლამაზი, მშვენიერი, ხალისიანი ქალაქი იყოს მომავალ 2 მაისს. თქვენთვის რას ნიშნავს ქუთაისი? ყველაფერს აქ დავიბადე, აქ გავიზარდე. ეს არის ჩემი ფესვები და ამიტომ და სიამაყეც ძალიან მაქვს. უდიდესი ისტორიის ქალაქი და უძველესი ქალაქია. ამიტომ ქუთაისი თავამა ამაყები უნდა ვიყოთ ჩვენი ქვეყნით და ჩვენი ქალაქით. ილოცავთ. რავალს დაგასვათ მესმაყალავ. მე ჩაოლებ ძალიან კაი განწყობით ხდება. აგერ პარკი, ლამაზდება, მშვენდება. რას ნიშნავს თქვენთვის ქუთაისი და რას უსურვებთ ამ ქალაქს? კარგ მომავალს. დასავარია. ხალხი ყოფილობას ბედნიერი და მაყოფილი თავისუფლ ცხოვრებით. ლოცავ თითოეულ ქუთაისელს ამ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის არის თითოეულ ქუთაისელისთვის. ბევრს ნიშნავს ალბათ ეს გამოხატვა ძალიან რთული არის ამ დღეს. ჩემთვის ძალიან ძვირფასია ქუთაისელი და მე დღესასწაულობა ეს დღე მინდა რომ ყველას ეგვირგვებოდეს და მოვოცავ მთელ საქართველოს და ქუთაისს. და რას უსურვებთ თქვენს ქალაქს? ჩემს ქალაქს ვუსურვებდი ყოველივე საუკეთესოს წარმატებას. ეს ძალიან ძველი ქალაქია, უძველესი ქალაქია, ევროპის 4-5 უძველეს ქალაქთან შორის არის, დიდი ისტორიის მქონე არის და ვისურვებდი რომ ის ფუნქცია აღიქმოს, რომელიც მას ჰქონდა. ქუთაისი ყველაფერს ნიშნავს ჩვენთვის და 2 მაისობა თავისთავად ვიზიტია ქუთაისისთვის, აუცილებლად სავიზიტო თარიღია. გვირილობა, ყვავილობა, თეთრი ბაფთები, რა ვიცი, ყველაფერი ეს სილამაზე. და რას უსურვებთ თქვენს ქალაქს? ჩვენს ქალაქს ყველაზე საუკეთესოს, დაუბრუნდეს ყველაფერი საუკეთესო, რაც ამ წუთში არ აქვს. უფრო გავიზარდოთ, აკადემიურად როგორების ვიყავით, კიდევ იმაზე მეტი გავხდეთ. რა ვიცი. სუფთა იყო ქუთაისი ყოველთვის და ვისურვებდი რომ დარჩეს ისევ სუფთა ქალაქით. გვირილასავით სუფთად რა. ქუთაისი არის სიყვარულის ქალაქი. არც ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ქუთაისელი ვარ და ძალიან მიყვარს მშობლიურად და არცაც სხვა არც ერთ ქალაქში არ ვისურვებდი მე პირადად ცხოვრებას. ყველა ქუთათურს მივილოცავ, წარმატებას ვისურვებ, ძალიან დიდ სიხარულს და როგორც ყოველ წელს ვეგებებით ბედნიერად, ღიმილიანად, გახარებული, გაცისკროლებული, აი ისეთ ცხოვრებას ვისურვებ თითოეულს. თქვენც გილოცავთ რა თქმა უნდა და ყოველთვის დავიბედოთ პოზიტივი, არა მხოლოდ 2 მაისს, ყოველ დღეს ვისურვებ რომ იყოს ისეთი პოზიტიურები. და რას უსურვებთ თქვენს ქალაქს? წინსვლას, განვითარებას, კიდევ მეტ ახალ შესაძლებლობას თითოეულ ცხოვრებისთვის, ახალგაზრდისთვის. ძალიან ბევრი რაღაც კეთდება, მაგრამ ბევრიც არის გასაკეთებელი და წინსვლას ვისურვებ პირველ რიგში.